დღეს ქალაქში გადაადგილების ერთ-ერთი დიდი პრობლემა ქუჩაში შექმნილი საცობებია. მაგრამ არსებობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც დანიშნულების ადგილამდე მინიმალურ დროში მიგიყვანთ. თბილისის მეტრო. ტრანსპორტი, რომელიც ყოველდღიურად ათასობით ადამიანს ემსახურება 60 წელზე მეტ სიტყვის. თბილისში პირველი შახტის მშენებლობა 1953 წელს დაიწყო. საბჭოთა კავშირის დროს მეტროს მხოლოდ მილიონიან ქალაქებში აშენებდნენ. იმ დროისთვის კი თბილისის მოსახლეობა 600,000 მაცხოვრებლისგან შედგებოდა. ამიტომ მისი მშენებლობის დაწყებას დიდი ძალის ხმევა დასჭირდა. იმ პერიოდის პირველმა მდივანმა, კანდიდ ჩარკვიანმა მოახერხა და ბერიას გვერდისავლით მეტროპოლიტენის მშენებლობაზე თანხმობა უშუალოდ სტალინისგან მოიპოვა. დღესდღეობით თბილისის მეტროში 22 სადგური ფუნქციონირებს. თბილისის მეტროში არის 2 ხაზი, საბურთალოს ხაზი და გლდანი ვარკეთილის ხაზი. სადგურის მოედანი კი მათი დამაკავშირებელია, ანუ ადამიანს შეუძლია ერთი ხაზიდან მეორეზე გადაჯდომა და პირიქით. პირველი ხაზის ლიანდაგების სიგრძე 40 კილომეტრია. მეორე, ანუ საბურთალოს ხაზის სიგრძე კი დაახლოებით 13 კილომეტრი. თბილისის სადგურებში არსებული ყველა მეტროს გვირაბის საერთო სიგრძე, დამხმარე გვირაბებისა და ჩიხების ჩათვლით 53.7 კილომეტრია. თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მომუშავე მატარებლები დღეში საშუალოდ 400 კილომეტრს გადიან. საბურთალოს ხაზზე კი 311 კილომეტრს. ეს არის სამართავი. ანუ სიჩქარის მოვემატი ფამით. ამისი მაქსიმალური არის 80 კმ/სთ. დღეში არის 3 სმენა, დილით, შუადღეს და ღამეს. 8 საათზე მეტი მუშაობა არ შეიძლება, ასე ვთქვათ. ეს არის ინფორმაციის გამომაცხადებელი კოდ, რომელ სადგურზე ვართ, რომელ სადგურიდან გავდივართ. ეს არის თქვა თუ დაზიანდა მატარებელი სარეზერვო მართვის ღილაკი, რეზერვე პუსკი არის. ეს არის მართვის გადამცემი, თქვა თუ კაბინეტს შევიცვლით, ახალწელი იქნა თუ ვარკეთილი, რომ გადავცეთ სადგური. ეს არის თუ თქვა დაზიანდა რომელიმე ვაგონი, რომელი ვაგონია დაზიანებული, რომ გავარკვიოთ. ესენი არის სიფხიზლის ნიშანი რა, თქვა თუ ან თქვა სიჩქარე გადავაჭრებთ, ან თქვა რაღაცა მოხდა, დაიწყებს სტრიპის და უნდა მიცე რა, რომ თანხმობა რომ მე აქ ვარ ფხიზლად. ეს არის კარების გაღების ღილაკი მარცხენა, ეს არის მარჯვენა. ეს არის ბლოკირება კარების, თქვა თუ რაღაცა მოხდეს, კარები თავისებით უარ გაიგოს. თავიდან ყველაფერი რთულია. ყველაფერი სტაჟი და გამოცდილება არის მაინც თავარია. დაახლოებით 15 წელია მუშაობ მე მანქანით. სირთულე პროფესიაში ხდება ხოლმე ეგეთი რაღაცა, რომ მატარებელი რო დაზიანდება და გაჩერდები გვირაბში, შენი მოქმედება რომ რაც შეიძლება მალე ამოფა დაზიანება და მატარებელი მოიყვანო მოძრაობაში, რომ ეს ხალხი გვირაბში რო არ იდგეს. ეს არის მაქსიმუმ თქვა რამდენი გვაქვს დასაშვების სიჩქარე ამ მონაკვეთზე. აქ არის 70. ეს არისო კარები არის დაგეტილი 4-ვე ვაგონზე. ჩვენთან ვაგონეთილი გდანის ხაზზე არის 4 ვაგონიანი შემადგენლობები. ხოლო საბურთალოს ხაზზე არის 3 ვაგონიანი. რადგან გზავრი აქ უფრო ბევრია ვიდრე საბურთალოს ხაზზე. ჩვენ ახლა რუსთაველის სადგურიდან დავიძარით მარჯანიშვილისკენ და ეს გვირაბი მდებარეობს მდინარე მტკვრის ქვეშ. ანუ ჩვენ ახლა ვიმყოფებით ამ მდინარის ქვეშ ამ გვირაბში. ზემოთ გვაქვს მტკვარი თავზე. ყველაზე რთული ობიექტი მეტროს მშენებლობაში თავისუფლების მოედანი აღმოჩნდა. საესკალატორო დახრილი გვირაბი მცოცავ ქანებში გადიოდა. მისი გამაგრებაც ჩვეულებრივი გვირაბის გაყვანის მეთოდებით შეუძლებელი იყო. ამიტომ აქ გამოიყენეს ეგრეთ წოდებული გაღენვის მეთოდი. მცურავი ქანების ფენა გაიბურხა. გრუნტი გამყინავი აპარატებით გაიყინა, რის შემდეგაც ის უკვე ბეტონით გაამაგრეს. თბილისის მეტროს სადგურებს შორის რუსთაველის სადგური არის ყველაზე ღრმა. ის მიწის ქვეშ 100 მეტრზე მდებარეობს. მეტრო ყოველდღე დილის 6 საათიდან ღამის 12 საათამდე მუშაობს, რის შემდეგაც ის იკეტება. მაგრამ ყველაზე საინტერესო პროცესი მეტროში სწორედ მისი დაკეტვის შემდეგ იწყება.
დაღამდა უკვე ღამის 12 საათს გადაცდა და მეტროპოლიტენი დაიხურა. აქ უკვე იმყოფებიან ტექნიკური სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც ეხლა იწყებენ მუშაობას და აქ იწყება ეხლა ყველაზე საინტერესო პროცესი, რაც ჩვეულებრივი ადამიანისათვის შეუმჩნეველია და ჩვენ ზუსტად ამ პროცესს განახებთ, რა ხდება მეტროში ღამით, როდესაც ის იკეტება. სანამ იქ მომუშავე პერსონალი გვირაბში ჩავა, პირველ რიგში ძაბვა ითიშება. ამის შემდეგ პერსონალი ამოწმებს რელსებს სპეციალური აპარატით, რომელიც მიუთითებს დარჩენილი არის თუ არა იქ ეგრეთ წოდებული მოხეტიალედენი. ძაბვა უკვე გათიშულია გვირაბებში და არის დამატებითი განათება ჩართული აქ მომუშავე პერსონალისთვის. აქ მუშაობა უკვე სრულიად უსაფრთხოა. რადგან ძაბვა გათიშულია და ჩვეულებრივი მატარებელი ლიანდაგზე ვერ იმოძრავებს, მომსახურე პერსონალის გადასაადგილებლად სპეციალური, საწვავზე მომუშავე ვაგონი მოდის. მისი მეშვეობით თანამშრომლები გვირაბში მათთვის სასურველ ადგილას გადახავთ. ჩვენ რამდენიმე წუთიანი მგზავრობის შემდეგ დანიშნულების ადგილას აღმოჩნდით, სადაც გაბურღვითი სამუშაოები იწყება. ტექნიკური სამსახური ამოწმებს, მოძრავი ქანების გამო ხომ არ გაჩნდა გვირაბში სიცარიელე. თუ გვირაბში ცარიელი სივრცე აღმოჩნდება, მისი ბეტონით შევსება აუცილებელია, რადგან ასეთი სიცარიელე გვირაბის დეფორმაციას გამოიწვევს და გვირაბი შესაძლოა ჩამოინგრეს. გვირაბი შემოწმებულია რამდენიმე ადგილას და სიცარიელე არსად არ აღმოჩნდა. ძირითადად მე რაც ჩემ დისტანციას რაც ევალება, ეს არის გვირაბის მომლა შენახვა. ეხლა რა არის გვირაბის მომლა შენახვაში შედის ძირითადად მარილების გაწმენდა შუა ღარებიდან, გვირაბის პერანგის შენარჩუნება, წყლის მოცილება, სალიანდაგო ბეტონის განახლება, კოროზირება, როცა მიდის კოროზია რა ხდება, სალიანდაგო ბეტონის განახლება. ასევე ბანკეტკების აღდგენა. ბანკეტკა არის სასიარულო ადგილი, რაც არის გვერდებზე გაკეთებული, ამაზე სასიარულო. ბეტონის მონგრევა, ვაკეთებ ჭირხნის სამუშაოებს. არის ეს სამუშაოები, რომლებიც რაც ძირითადად ინახავს ამ ჩვენ გვირაბს. იმიტომ რომ რაც დრო გადის, ცვლილებას განიცდის გვირაბი. და ამიტომ ეს ცვლილება რო არ მოხდეს და რო შევინარჩუნოთ ის პირვანდელი ფორმა, რაც ჩვენ მეტრომშენმა რაც გადმოგვსა, ჩვენი მოვალეობა არის რომ ხელი შევუწყოთ მის გაჯანსაღებას. ძირითადად ახლა სირთულე რა არის? ყველაზე რთული ჩვენი ხალხისთვის ის არის რომ როცა ქალაქს ძინავს თორემ ჩვენები იწყებენ მუშაობას ღამის 12 საათზე და ამთავრებენ სადღაც დილის 6 საათზე. ესენი და კვირაში მუშაობენ 5 ღამეს. მე მგონი რთულია 5 ღამის გადახვა. სპეციალისტები ჯერჯერობით ყავს მათი წყალობით, ის რომელსაც საქმე ესმის. არის ისეთი ძველი თანამშრომლები, რომლებიც 50 წელია მუშაობს. 18. ერთი პრობლემა ის არის, რომ უფრო ნაკლებად ახალგაზრდობას უჭირს ამდენი ღამის ტეხვა, მაგრამ ეჩვევიან თავისთავად და ეს არის, რომ კადრები ძირითადად ადრე იყო პროფტექნიკუმი ამზადებდნენ, მუშებს ამზადებდნენ გვირაბისთვის, მაგრამ ეხლა ამჟამად ეს გაჩერებულია და გვინდა იმიტომ რომ რაღაცა ამ ხრივ ცოტა წინ წამოიწიოს, რომ ახალგაზრდობა რაც შეიძლება მეტი მოვიდეს უკვე რა არის დრო რო გავიდა, დაბერდა მეტროს დაბერდა, კატეგორია მუშებისაც დაბერდა და ამიტომ განახლებაა საჭირო. ჩვენი მოგზაურობა მიწისქვეშეთში გრძელდება. შემდეგი ეტაპი ლიანდაგების შესწორებაა. თანამშრომლები სპეციალური მოწყობილობების მეშვეობით ზომავენ და ასწორებენ ლიანდაგს. ეს სამუშაოები მატარებლების უსაფრთხო მოძრაობას უზრუნველყოფს. ასევე მნიშვნელოვანია საისრო გადამყვანების შემოწმება, რომლებიც მატარებლებს მიმართულებას უცვლის. ასეთ მონაკვეთში ლიანდაგების ერთმანეთთან შეხების დროს დაშორება 2 მმ უნდა იყოს, რათა მატარებლებმა უსაფრთხოდ გადაადგილება მოახერხონ. ეს სამუშაოდ შესრულდა და ის დასაშვებნ ურმას არ აღემატება. ჩვენი შემდეგი გაჩერება წყალსაქაჩია. მეტროში ყოველ საათში დაახლოებით 200 ლიტრამდე წყალი გროვდება, რასაც სპეციალური ძრავების მეშვეობით ტუმბავენ. ძრავები ბოლომდე ავტომატიზირებულია. მეტროდან ამოტუმბული წყალი მდინარე მტკვარში ჩაედინება. მეტროში კიდევ ერთი საინტერესო ადგილი გამწვავების გვირაბია. რომ არა უზარმაზარი ვენტილატორები, რომლის მეშვეობითაც ჰაერი მეტროში შემოდის, იქ გაჩერება შეუძლებელი იქნებოდა. მეტროს გვირაბში დაახლოებით 20 ტონიან კარსაც ნახავთ, რომელიც საჭიროებისამებრ კეტავს გვირაბს და უზრუნველყოფს გარკვეული მონაკვეთების იზოლირებას. ის გათვლილი იყო ომის დროს მოქალაქეების დასაცავად. მოკლედ მეტრო ერთ-ერთი ყველაზე მოწესრიგებული სტრუქტურაა. ყველაფერი ერთმანეთს ჯაჭვურად უკავშირდება. თუ ერთი რგოლი გამოვიდა წყობიდან, სხვა დანარჩენ რგოლებსაც პრობლემები ექმნება.
რაც შესაძლოა მგზავრების უსაფრთხოებაზე აისახოს. ამიტომ აქ ყველა სამუშაოს ჩატარება უზუსტესად მიმდინარეობს და მეტროთი მგზავრობა აქ მომუშავე ადამიანების წყალობით სრულიად უსაფრთხოა.